ვიდეო ნახე, რამდენჯერმე მაგ ნახე და უკვე ვიდეო რამდენჯერმე შეხვდა, ძალიან კაი ვიდეო არის, მონა ლიზაზე შეჩემ. ერთ ყველაზე ცნობილი ხელოვნების ნიმუში ალბათ ისტორიაში კაცობრიობის. აი რო დაფიქრდი, მხატვრობაში, მხატვრობა აირე. არა, ყველაფერში. ყველა ცნობილი ნახატი ხო ნახოთ არის. არა, ყველა სახვით არა, ისედაც ყველაზე ცნობილია. ალბათ, ხო, მონა ლიზა არის ყველაზე ცნობილი რაღაცა. ალბათ. ხელოვნება შექმნილი რაც არის ყველაზე ცნობილი ალბათ. ვაი, ნებისმიერ ქვეყანაში რო გაიარო და კითხო რომ ერთი ნახატი დამისახელებო მონა ლიზას გეტყვიან. და ეს ვიდეოში წადია, რომ შევა მეორე ვერ გითხარს შეჩემო. მეორე ნახატი მითხარიო, რო გითხარ შევა ვერ გითხარს მეორე ნახატი. მაგრამ მონა ლიზას უეჭველი გეტყვის, ყველა მიცის. 1008 ხო არის დახატული როდის 1600-იანებში ხო? ხო, ხო. 1840 წელს 200 წელია გასული რაც მონა ლიზა დახატულია. 1840 წელს რო გაგეჩერებინა ტიპი პარიზში და გეკითხა. მისულიყავი მონა ლიზათი ნახატი და გეჩვენებინა. რას ფიქრობ ამ ნახატზე გეტყო და კაი ნახატია. გონზე არ იქნებოდა რა ნახატია შეჩი. 1840 წელს მაგალითად. მონა ლიზა ცნობილი გახდაო, იმიტომ რომ თუ არ ვცდები 1900-იანების დასაწყისში მოიპარეს. და იმდენად ლუვრში ეკიდა, მაგრამ ეკიდა სხვა ნახატებთან ერთად. და რომ მოიპარეს, იმდენად ყლეზე ეკიდა, ყველას რომ მეორე დღემდე არ შემომჩნევია ჩეჩემ. დღეს რომ მონა ლიზა მოიპარო, ხო წარმოგიდგენთ? სამწამში ხელები გაქვს დაჭრილი შეჩემან. მაშინ მეორე დღეს შენიშნეს. ვიღაცა ტიპმა ლუვრის დამთვალიერებელმა უთხრა პროსტა დაცვას რა ხო ნახატი. რაღაც ნახატი ეკიდაო აქ შეჩემან. რაღაცა ესეთი მომღიმარი, არც მომღიმარი. და მე რა პანიკა რომ თურმე ნახატი მოიგაწიესო შეჩემან და მე დაიწყეს ძებნა მონა ლიზას ნახატი, კაი ხნის მერე იპოვეს. მაგრამ აი ეს ფაქტი, ეს სკანდალი რომ მოხდა რომ მოიპარეს ნახატი და კაი ხნის მერე რომ იპოვეს და აღმოაჩინეს ჩამოათრიეს აი რაღაცა ჩამოიტანეს მაგან მოუტანა ეს პოპულარობა დაკიდეს ცალკე ოთახში შეჩვენა დღეს არის ყველაზე ცნობილი ნახატი ვაფშე კაცობრიობის ისტორიაში რაც კი შექმნილა და პირველი 300 წელი ამ ნახატის შექმნის ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა რომ ეს ნახატი არსებობდა რა დაახვეს მანერად რომ ეს დააფასეს მე კიდე მანერად შეხედეს და მანერად ამოაჩინეს მარტო იმიტომ ყოველ გახდა პოპულარული კი მარტო იმიტომ გახდა პოპულარული რომ მოიპარა. დააფა, ეგ ნახატი არის მილიონი შეჩემა. მონა ლიზა ჩემი არაფერი არ არის. არაფერი არ არის. არაფერი არ არის შეჩემა. ორი მოიხოდა. იმავე ლურში ძმაო, ერთი 30 ნახატია მაგაზე მაგარი შეჩემა. არაფერი არ არის მონა ლიზა სრული ყლეობაა შეჩემა. არაფერი არ არის. რა? აი მე ვინც ბანძი ნახატია შეჩემა. ვინც 5 საათამდე ვერ გაკაჩეთ ძალიან ცუდად მოიქეცით თავარი ჰაილაიტები. ვიცი რა აქ მაგნახაც, რა აქ მაგნახაც. აი აქ მაგნახაც მაგარი მითხრა. აი მაგარი რა აქ მონა ლიზას. შესრულებულია რა ეგეთი რა შესრულებულია რა გინა მითხრა რომ ლეონარდო და ვინჩის მაგაზე მე აი ეს დახატა და всё მე დაენძრა შეჩემა ვაფერი ვეღარ დახატა ჰა მაგაზე მაგარი იცი რატო ამბობ რომ არაფერი არ დახატული იმიტომ რომ არაფერი არ იცი სხვა თორე როგორ არ ექნება შეჩემა რა მონა ლიზა რა ნახატია ყლეზე მგიდია და იმიტომ რომ ვიცი მე მაგრამ მონა ლიზაზე კაი ნახატი დალის სალვადორ დალის აქ ჩემი გალმოსახეიდან მარტო სალვადორ დალის აქ ერთი 4 შეჩემა პიკასოს აქ რამდენიმე და რავი იმას მონეს და მანეს მონეს მოდილიანის რემბრანდს მოდილიანის და რავი მოდილიანის კაი ნაკლა რემბრანდს არა რა აქ მონა ლიზას ახლა ეგეთი მოდილიანის რატო რო ესე მოდილიანის რატო გავუკეთე ეს მოდილიანი წარმატებით შეიძლება პიკასოს დააჯვარო აი პიკასოს კუბიზმი რა ყლეობაა სულიტას შეიძლება ნახე პიკასო კი ბატონო პიკასოს ნახატებზე უფრო ლეგიტიმურია რომ თქვა რა ყლეობა არისო იმიტომ რომ მართლა ყლეობაა მაგრამ კაი ყლეობაა არა პიკა ბიჭო არა ნახე არა ყლეობაში კარგი პონჩი გულისხმობ რამე ნახატი თუ არის ყლეობა პიკასო პირველ რიგში რა აი თუ რამეზე ვიტყვი რომ ეს რა ყლეობაა პიკასო კანდინსკი პიკასო მონდრიანი აი ეგეთ კატეგორიაში გადის რა იმიტომ რომ უცნაურია განსხვავებულია კანდინსკის ნაირი ნახატები ისა კიდე ჯექსონ პოლოკი ხო რა ყლეობა ჯექსონ პოლოკი მართლა ყლეობა ჯექსონ პოლოკი ცუდი გაგებით ყლეობა და კანდინსკი და პიკასო არ არის ეგეთი ისა მაგრამ ვიტყვი რომ ეს რა ყლეობა არისო იტყვი გაგრიმებული ოღონდ კარგი ყლეობაა რა ეს ცუდი ყლეობაა ჯექსონ პოლოკი ჯექსონ პოლოკი მონა ლიზაზე მაგას ხა ბოლომდე ვერ იტყვი იმიტომ რომ ჩვეულებრივი ნახატია აი ჩვეულებრივი ნახატია და მე არის ეს მისტიკა რომ ეს იღიმის თუ არ იღიმის თავისი თავი დახატა თუ არ და რა 15 წელი შეჩემო მონა ლიზას 15 წელი ხატავდა 10-ზე მეტი ხატავდა უეჭველი ვიცი 10 წელი ათუდო და ამის დახატვა შეჩემო არ ხეო 10 წელი რანაირად ხატავდა ამას ბიჭო 15 წელი ხატავდა ხო ეგრე ხატავდა 15 წელი ხატავდა
დრას ბიჭო ამ ერთი მეწო რაღაცას რა 15 წელი. უნდა დავგუგლო ახლა შეჩემა რა 15 წელი ბიჭო. ამას 15 წელი რა. ნუ ეთყობა მივიდოდა დახატა მიდიოდა მე რაღაცას აკეთებდა შეჩემა. 15 წელი ხატა. ჟიმაობდა იმ რაფაელთან. თუ იმასთან რა ვისთან ჟიმაობდა? რა არის მაგდროს ბელია კი შეუძლია. რაფაელი არა ისა მეორე მიქელანჯელოსთან ხო? ანჯელო თავსაკეთ ლეონარდო. It was believed to have been painted between 1503 და 1506-იო შეჩემა კარგი რა. 6-მდე არა მე. 3 წელიო. However, Leonardo may have continued working on it as late as 1517. შეგააჩერე. ანუ 1506-ში მორჩავა ხატვას და მე 17-მდე 11 წელი კიდე გააგრძელა ხატვა? რას ხატავდა ამდენი ხანი არ გამომაყლეო შეჩემა. არაფერი არ ჭირს ამ ნახატს ეგეთო 11 წელი ხატავდედო. აი რა არის ხა ეს ნახატი არ გამომაყლეო? აი რა არის ხა ამ ნახატი რაც განსაკუთრებული შეჩემა. ვერ გავბედავ ეხა შეფასებას, იმიტომ რომ არა ვარ ხელოვნებად ცოდნე. ფერები არ გეჩვენება ძალიან განსაკუთრებული. ბიჭო ძალიან ბევრი ნახატია ამავე პერიოდში, რენესანსის პერიოდში ბევრად მაგარი. ისიც ხო არის თვალები, საიდანაც ამადარგე ყველგან გიყურებს, ხემარო არის ხან ყველგან. თვალები ყველგან გიყურებს, ხა შენ თუ უყურებ ვიღო. რომელი რაკურსკაც ამას შეხედავ გიყურებს ნახატს. კი ნახავს? მონალიზა? ხო. არა. ლუში ხარ ნაყოფი? ბრავო. მე ვარ, არაფერი არ არის. არაფერი განსაკუთრებული არ არის. ჯერჯერობით ვერ მიხვალ შეჩემა. იმ ხელარი გიდგას რომ ვერ მიხვალ პროსტა ნახატთან. და აქეთ ვიღაცები კიდია, კაი მხატვრები რა, კაი ნახატები, მაგრამ ყველაზე კიდია ყველა შეჩემა. ხარ ორიგინალი კიდია? არ კიდია ორიგინალი ალბათ არა. აი შენ ხალე ხო არა ხარ? რა გონია ბიჭო რომ ორიგინალი ყლეობაა და ისა ორიგინალი კარგია და კოპია კიდია ლუსტე ის ყლეობა და კიდე ვიღაცა ტიპა და მისტერ ბინი რო ხატავს ფილმში თავის რომ მიახატავს ეგეთი ნახატი გონია რომ კიდია. მონალიზას სანახავად მეთქი არ უყوان ორიგინალს არ უყურებ მე შულობა შეჩემა იგივე რეპლიკა შეგიძლია იგივენაირად და შენ გონია რეპლიკა ეგეთი ცუდია რომ მე რო შევხედე ეს და ყლეობაა თქო ვიფიქრე და მაგრამ ბიური კარგი რეპლიკასაც სხვადასხვა სახავთ მგონი ეგეთი კარგი რეპლიკა ორიგინალი გონია რომ პირველ წესლი იქნება კარგი რა შეჩემა კარგი რა ბიჭო რეპლიკა იქნება ერთ-ერთი რა არა ეგეთ რაღაცას როგორ დაკიდებენ რომ ვიღაცა ტიპი მოვიდეს და თქვას რომ ეს გაიგებ თელი მუღამი რეპლიკის და ორიგინალის როცა მუზეუმში კიდევ არის რომ ის წაიღოს ექსპერტმა თუ არ შეაფასა ისე ვერ მიხვდები რომ რეპლიკაა შეჩემა თორე მე და შენ თვალისთვის არ უნდა იყოს სხვაობა შენ თუ მიხვედი და შეხედე და შეხლობა არისო და ხო რეპლიკა მიგიდიო შენ თუ მიხვდი შეჩემა ესე იგი შენ და მე თუ მიხვდით მართლა ვიღაცა კლოშარი თუ გააჩერეს პარიზის ქუჩებში და იმას დაახატინეს და დაკიდეს შეჩემა კარგად ყოფილა საქმე ხო მაგას ვერ მიხვდები იასნა ბაზარი არა Просто მე თავიდან ვერ ვიცი რეპლიკის თანახავად უსუნავი 5 საათი. არ ვიცი მე რეპლიკა, არ ვიცი. რავი, შეჩემა იმ ხელას შუშებშია ჩასმული რომ არ ამგონია რეპლიკა იყოს. ანუ მაშინ რაში მახდევინე ფულს. ხო. და ჯერჯერობით მართლა. აღლითობა არის მაშინ. ჯანხელობ შუშაში იცი? ახლოს შუშაში ხო ზის ჯერ. და მე კიდე შემოსაზღვრულია. ანუ ახლოსაც ვერ მიხვალ. და პახუდი შუშაშია შეჩემა. ანუ აი რომ მოპარვის შანსი არ არის ლაპარაკია შეფურთხებაც ვერ შეიძლება ვერაფერს ვერ უზავ რა საღებავს ვერ შეასხავ ხო და ზატო აქეთ გამოდი და დედა მოუწყა და მოდილიანი შეასხი საღებავი რამდენი ზგინდა მოდილიანი არ კიდია მეგონი ღამის გუშაგი ის დახატულია რემბრანდტის არის ხო მე გაქვს ანახე ორიგინალი ღამის გუშაგი თუ არის შენ უნდა თარმე ხო ღამის გუშაგი პირველად გამოიყენა ოპტიკური ილუზია დახატვისას ჭრილების გამოყენებით ინოვაცია იყო ეგ მაგ დროს და მაგიტო დაჭირდა ბევრი დრო რა ანუ არ ამგონია რომ ეგ იყოს მიზეზი რის გამოც შეითხრიშა მთელი მსოფლიო ამ ნახატზე მაგრამ ნუ რაღაცაში რომ პირველია ფაქტია რა ალბათ ხელოვნებად ცოდნეები გვისმენენ ეხა და მაგარს გვაგინებენ მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ რა დავაშავეთ ჩვენ არაფერი დაგვიშავებია პრინციპში ბიჭო შენ მაგარიაო ამბობ აი აბსოლუტურად უმიზეზო ანუ ტატო რაშია მართალი ნახე რომელიც
ობიექტურად. ხო და ანუ არიცი რატოა მაგარი და ამბობ მაგარიაო და. მე გეტყვი, ტატო რაშია მართალი, ნახე, მე და შენ დილეტანტები ხელოვნების სფეროში, იმიტომ ვართ შეთხლეშილი ბიტკოინზე და მონალიზაზე, რომ დანარჩენი სამყაროა შეთხლეშილი. დანარჩენი სამყარო რო არ იყოს ბიტკოინზე შეთხლეშილი და მონალიზაზე, ჩვენც ვიტყოდით, რომ არა, კაცო, ის უფრო მაგარია, რა ქვია, რაღაცა კოინი რო არის, რა მემე კოინი, მიმით, რა ვიცი, რაღაცა შიტკოინზე ვიტყოდით, რომ ეს არის რა. ანუ ჩვენ ვართ მსხვერპლი მასის აზრის. მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მართლა მაგრები არიან, ექსპერტები არიან ამ საკითხში და მათ გააზრებული აქვთ, რატო არის ეს all time საუკეთესო ნახატი, მაგრამ ტატო მაგაში მართალია, რომ ჩვენ შეიძლება უფრო მეტად მოგვეწონოს მოდილიანის ნახატი, მაგრამ ეს მე რაც ვიცი, მე ვამბობ, რომ აპრიორი მაგარია, მგონია, იმიტომ კი არა, რაღაცა ნახევარი ამბობს მაგარია. ანუ ისეთმა ხალხმა შეაფასეს და ისეთმა ხალხმა თქვა, ვისი აზრისაც უნდა დავითვალისწინოთ, თქვა, რომ მართლა მაგარია, ხო, ესე იგი. რაც არ გამოყენებული, რაც გამიგია სამითხავს, მაგრამ ჩემზე ეფექტი მაგალითად აი რაც გითხარი, ღამის მუშაკმა ბევრად უფრო მოახდინა მეთქი რა, რა ხელაც არის და მე ვიქრო ყველი დეტალია და ამ ხელა ნახატია ხალხ და ნახე. მე პირადად ბევრი ნახატი მაქვს ნანახი, რომელსაც უფრო აქვს საბეჭდილება მოხდენილი, ვიდრე მონალიზას. არა, მეც მეტი, ჩემთვის აქვს უფრო სტანდარტული ვან გოგი მაგალითად. მაგრამ ამიტომ ამია რომ უფრო ის რა ყველა ვან გოგი Starry Night თუ არ ვწდები არის ოხსეის მუზეუმში და რომ ნახე ლაივში შოკი მქონდა. აი იმენა მართლა პონდა არანაირი გადატანითი მნიშვნელობა და იმენა შოკი მქონდა რა. ნუ ეს რა არის მეთქი ეს ანაირ დახატა ტიპმა. ეს როგორ შეიძლება დახატო ადამიანმა ეს საღებავებით. რო აი მოძრაობდა ეს დაყვება ეს ნახატი და რო გადაადგილდები სხვა კუთხიდან რო შეხედავ სხვანაირი ჩანს და იმენაცვაში დაყვება ტიპი რა მოძრაობს ნახატი შენთან ერთად. შოკი მქონდა მაგაზე. მონალიზაზე არანაირი შოკი არ მქონია რა უკნა ეხლა თო. 1 მილიარდი დოლარი ღირსო დღესო შეჭა. აუ, ვინ მოგცემს მილიარდად შეჭა. არა, ნუ შეფასებული იყო 1962 წელს შეაფასეს 100 მილიონ დოლარათო რაც არის დღესო 1 მილიარდის ტოლფასია. ანუ რაღაცეები არის შეუფასებელი რა. ანუ ხა მონალიზა კი ბატონო არის შეუფასებელი. მასკი რო გამოვიდეს და თქვას რომ აი 100 მილიონს ვიხდი და მომეცით, არ მისცემენ რა. ანუ არ არსებობს თანხა რომლითაც ფასდება ეგ ნახატი რა. ანუ ეს ქალი რა ის არის აზე ხარ რა მაგარ პონჩი გაიჩიტა სიკვდილის მერე ოღონდ ეს ჯოკონდა. რა მის 100 მილიარდად მისცემენ? არა მგონია, არა ეს არ იყიდება ხო. ლიზა დელ ჯოკონდო არის მონალიზას ქალი, ანუ მიზახატა. ლეონარდო ლიზა ჯოკონდა მაგითო ქვია. ლიზა დელ ჯოკონდო არის ეს ქალი. მაგრამ ხო ამბობენ რომ თვითონ არისო, თავი დახატაო რეალურად. არ გაიგია ეგეთი რა? არა, გამიგია ხო, მაგრამ ვერ ჩავწვდი ვერასოდეს მაგ მოსაზრებას. რა ვიცი ჩემ, აი ვერაფერ განსაკუთრებულ სამნახატში მე ვერ ხედავდა. მომკალი თუ გინდა. ბიჭო, ჩემი აზრით აგრად ასწორებს რომ არასდროს არ მესმოდა. შეგიძლია მაგის თქმა ხმამაღლა რა. რატო ეგეთი რა არის ეს შემო? არა, ხო ხტები, ანუ არაპოპულარულია რა და ეგრევე ამოჭრიან რაღაცას და გაშავებენ რაღაც უაზრო რაღაცებით რა. რა მონალიზაზე რომ ამბობ რომ არ მომწონს როგორც ნახატი. ანუ არ მომწონს არ არის დაჟე, ანუ ეგეთი მაგარი როგორიც მიიჩნევა რომ არის, არ უნდა იყოს თქო. Overhyped არის ხო? რავი, მე მგონი რომ overhyped, მე მგონი, ჩემი აზრით overhyped ნახატია რა. ბევრად მეტი ნახატი მაქვს, ბევრი ნახატი მაქვს ნანახი, რომელსაც ბევრად დიდი შთაბეჭდილება დაუტოვებია და მოუხდენია ჩემზე ვიდრე მონალიზას, რომელიც მგონია რომ ნაწილობრივ თუ არა, დიდწილად თუ არა, უბრალოდ ნაწილობრივ პოპულარული არის სწორედ აი ფაქტის გამო რა, რაც ვილაპარაკეთ ზეღან რომ მოიპარეს თავის დროზე და ამ მოპარვის მერე გახდა პოპულარული. თუმცა იყო ერთი ჩვეულებრივი ნახატი, რომელიც ეკიდა ლურში. კი, ლურში ეკიდა. მაგრამ ლურში ძალიან ბევრი ნახატი კიდია, რომ გაიარო. ეკეთ 5 საათი გინდა რომ დაათვალიერო ყველაფერი და ძალიან ბევრი ნახატი კიდია.